აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს. ბათუმში მომდევნო დღეებში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ უზბეკურ ტრადიციულ სპორტის სახეობაში, კურაშში, რომელიც სპორტის ერთ-ერთი უძველესი მიმართულებაა. დღეს გქონდა პატივი შეხვედროდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, რადგან ვისაუბრეთ არა მხოლოდ სპორტზე. ძალიან მადლიერები ვართ, რომ წელს ბათუმი პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს კურაშში, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა. ჩემპიონატში მონაწილეობას 250 სპორტსმენი მიიღებს 25 ევროპული ქვეყნიდან. შეხვედრაზე განვიხილეთ უზბეკეთსა და საქართველოს, კერძოდ აჭარას შორის არსებული ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს. ბათუმის საუკეთესო მიმართულებაა უზბეკი ტურისტებისთვის. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სპორტული ტურნირები და საერთო პროექტები, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ჩვენთვის როგორც სპორტული ქვეყნისთვის, სპორტული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება როგორც ჩემპიონატის მასპინძლობა, ასევე თვითონ სახეობის მიმართ ინტერესი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბუნებრივია ჩვენს ქვეყნებს შორის, რეგიონებს შორის უფრო აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ ფაზაში. დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარესთან გამოითქვა ასევე მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში უფრო გაღრმავებული ურთიერთობების შესაძლებლობის შესახებ.